დავით აღმაშენებელს გამოუგზავნა სულთანმა წერილი, როდესაც უკვე შარვანი აიღო, შარვანშაჰი დაატყვევა, უგზავნის ასეთ წერილს. შენ ხარ ტყეების მეფეო და ვერასდროს ვერ გაბედავ ბრძოლის ველზე გამოსვლას. აგერ მე დავატყვევე შარვანშაჰიო, ან ხარკი გადამიხადე, ან კიდე გამოდი მებრძოლე. ეს გაიგო თუ არა? ბიჭებო, დავით აღმაშენებელმა ეგრევე რაზმი შეკრიბა და გაეშურა შარვანში. ესო დაინახა სულთანმა დავითი ესეთი ძლიერი რომ მივიდა, გაიქცა და ქალაქში ჩაიკეტა. შემდეგ იქიდან ეხვეწებოდა, უკვე ალყას რო ვეღარ უძლებდა, ეხვეწებოდა გამიშვი აქედანო, გზა გამითავისუფლებო და ძღვენიც მიუტანა. იმ ღამეს სულთანთან მოვიდა დამხმარე არმია, ისინიც დაამარცხეს ქართველებმა და ბოლოს მოუწია სულთანს ქალაქის კანალიზაციიდან გაპარვა. ასე მოძდით ბიჭებო, ვინც ქართველს გაებლატავება, მით უმეტეს დავით აღმაშენებელს, ხო?